თურაში და მე მგონი თავის ჭკუაზე გადამიყვანა. სულ გავსულელდი. ეს გოგო უნდა ჩამოვაგდე. კი ჩამო. დღევანდელი მისია. ჩამოვაგდე ნინუცა კლდიდან. ან სადმე გადააგდე. გიგის მაუწყე პატარა აირონმენი, რო ვერ წავიდა ფეხი იტკიდა ჭივა თურაში წამოვიყვანე, ტბაში მიმყავს ღვიმეზე და კლდეში. ვიყურეთ და რამე ქენით კიდევ კომენტარი დატოვეთ. ვერ მომხსნი. მოიცა. ეგრე კი არ დაიწყო ჩვენი ამბავი. ჩვენი ამბავი სულ სხვანაირად დაიწყო. გაცილებით უფრო რომანტიკული ელფერი ქონდა ყველაფერს. ეხა მაგას უყურეთ და მერე აქაურობას. ჩვეული მაცივრის, ტელევიზორის და გათამაშების მაგივრად ჩვენ შემოგთავაზებთ გიგი ქათამაძესთან გადამაძებთ ქულამის ქათამაძესთან პაემანს. არ ხუმრობთ. ვინ არ ხუმრობს? მე არ ხუმრობ. და შემიდი ხარ პაემანზე, რომელიღაცა ჩემ გამომწერთან. თუ გამოიწერთ ამ ეტაპისთვის ჩვენ YouTube არხზე დატოვებთ ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარს, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა უნიკალური შესაძლებლობა გიგი ქათამაძესთან ერთად წახვიდეთ პაემანზე. რამდენი გიგი პაემანზე არ ყოფილა, ხო ჩაგიკუჭა ის 8000 ლარი. ის 8000 პაემანის ცალკე უნდა ჩამიგდო. კაი, ეგ ცალკე იქნება. შენი ნომერი უნდა დავბლოკო. და მე სად მიპოვი? გიპოვი. დიდი ღომი დიდია. დიდი ღომი დიდია და მეც რამდენი წლიანი გამოცდილება მაქვს ადამიანების შეწუხების. ეგაა ჩემი გამომიყვან იქიდან და წამიყვან პაემანზე? გიგი არ ყოფილა პაემანზე 5 წელი. 5 წელი. ანუ ეს 5 წელი რო არ ყოფილო არ. ის მიზეზი იმიტომ რომ არ მინდა. ეს შენ გონია რომ არ გინდა. მეორე ადამიანს გონია რომ რაღაც არ უნდა იგრძნობ. შენ გაქვიყვე ყველაფერი, ახალ სახს ყიდულობ. დიდი წარმატება არის. ყველაფერს ხო ვერ ვიტყვი. აი, არ არის დასაკარგი. 5 წელია კაცი არავის არ წაუყვანია პაემანზე. გოგოებო, ივაშ კაცეთ. ახალი გათამაშება რომ ნინუცას დეითი დააკომენტარეთ რომ მინდა ნინუცასთან დეითი და მე ავარჩევ ერთ ადამიანს ვინც წავა ნინუცასთან შენ არხზე ხო და ნინუცას ჩენელზე შენ ამ ვიდეოს ქვეშ დააკომენტარონ და არა პრობლემა წერთ მინდა გიგისთან დეითი მინდა ნინუცასთან დეითი თუ არ წავიდე და კამერასაც წავიყვან ნუ ეხ კამერას მაშინ კამერას არა ისეც წავალ მაგრამ ხონდა დავამტკიც რომ თავანი ჩავაბარე ხო აიქ ჩუმად გადაიხე და არ თქვა. ხო, ნუ რაღაც ფოტო ხუნდა გადავიდე. ეს დეიძე ვარ. გამარჯვებული არა? ბიჭო, ტელევიზორი გაათამაში, რა ჩემი. ჩემი სუბიექტური აზრით, მაცი ვარ ზანჯობი ხარ. კაცი არ ყოფილა 5 წელია პაემანზე. არც ბაბია. მე ბოლოს პაემანზე იცი როდის ვიყავი? ხო. აი მიდი ხა დათვალე რომელ წელს ვიყავი ბოლოს პაემანზე? მე რო დავიბარე. 2010 წელს. 2000 ანუ შენ არ ყოფილ ხარ? აუ, ჩემ 15 წელი ამოდი. 2010 წელს ვიყავი ბოლოს პაემანზე. აირონმენზე ვერ წავიდა, გასაგები მიზეზების გამო და ფეხით ყიოდა. ვიცი, კიდე სხვა მიზეზებიც იყო. ბუზით დაკაჭდა. იმედია სექტულის არა. იმედია აი. კაი, ესე იგი წავალთ ვიაფერგაზე, მერე წავალთ მღვიმეში და მერე მივდივართ ტბაზე, რომელიც ძალიან ლამაზია და იქ დაგასვენებ იმას პედლით შევალთ და ვიცურავებთ. მან დამასვენებ. ვიცურავებთ. ხო. გუგა! ავიდან. როგორ ხარ? შენი რა თავად? გუგა, მოდი. აბა გვანახე სად უნდა. ეხა ნახავთ გუგა, მოდი. მოკლედ დაიძევი დროშა რო ჩას, იქ არის პატარა ლამაზი სკვერი და ქვემოდან დავიწყებთ ესე ბილიქს, ძალიან საინტერესო და ისე თქვათ, საშიში არ არის, წინაზე როგორც შეგეშინე ეგრე არ შეგეშინდება. წავალთ გავივით ვისი ამოვიდა. წინაზეც ეგრე თქვა, წინაზეც ეგრე თქვა არ შეგეშინე. ეს ახალი არის კი, ფაქტიურად მეორე ფერატა გვაქვს აქ ჭიათურის რაიონში და ძალიან საინტერესო არის, სულ სხვა ხედები არის. სულ სხვა შიშია, სულ სხვა გულის ფანცკალია. აუ, ეს ჩამაკა. რატო მაგარი იქნება? მოვკვდები. ნახვები ხო გინდა და არა, მოვკვდები. არ მოვკვდები. ცოტა ჭუჭყიანია, მაგრამ ძალიან ცუდი ჭუჭყი არის. მინდა დადექი ერთხელ? არა. ერთი. არა, გადამოდი. აი ერთი პატარა. აი ეს. ჩაგრავე ნიკა მიშველე. 5 ლარი. ფატო 5 ლარი. ხო, მართლა. მოდი. ესე იგი რაც ჩამოვედით, ალბათ უკვე მე-10 ადამიანია თუ მე-15 ვინც ფოტოს იღებს. მეც გადამიღეთ რა ფოტო.
აიმე დაგხატა უკვე აიმე შენზია შეკერილი ჩემი ვარ გა? სასწაულია. გიჟდები მეც რომ მაცმევენ. ქვი? აქ მუღამი რო გაცმევენ. შენ უეჭვიანობ. ცოცოს გეშინია. ანუ საერთოდ რეფერენცი არც ერთი ვლოგი არ გინახე რო იცოდე. როგორ არ მინაგრა ჩერდი. აიკლდეზე ნაღნავლები მაგ ლურჯი დაახურეს რა ტყუპებით რო ვიყოთ. შევეცდები რომ ვაშკაცურად მოვიქცე. ამტული ქართველი ხალხი. არა რა მწვანე ლურჯი. რო დავიწყებთ აქედან სანამ არ დავასრულებთ მანამდე არ ვეხსნებით ამას რაც არ უნდა მარტივი მონაკვეთი შეხვდეს. დავიმახსოვრეთ? სადაც არის ბაგერი იქ არის ჩაბობა. ანუ იქ უნდა მოიხსნათ ხო? ბოლოს. შეგიძლია მოიხსნა მე მოვიხსნა. ორივეს ერთდროულად არ ხსნით. იმიტომ დაცვა აღარა გვაქვს და ხშირად ყოფილა ხოლმე. ჩემი დამჭერისაა. ჩაიხსენი ეგნაცისფერი კარაბინი და არ ჩაიბა არსად. მხოლოდ ის მუშაობს. აი ნაცრისფერი და მწვანე. კი ბატონო. ეს არის იმისთვის თუ გვინდა დასვენება წლის დალევა სურათის გადაღება შეგვეშინდა დავიყალეთ და ასე შემდეგ. უბრალოდ ვებმევით და всё, ვისვენებთ. ეს არის ამისთვის. ჩავებით ყველა და წავედით. ნუცა გიჟივით მიდის, ნახე. ლომი, დედას ლომი. გადავხტე, თუ დამიჭერს, დავტესტოთ. მიდი, ვიდეო გამოვა. მაგარი ვიდეოს 3-მდე ვითვლი და ვხტები. როცა ცოტა უკვე ეშინია და არ ვიმჩნევთ. მიდი ნინო, უკვე გამოცდილი ხარ შენ. არ მაშინია. ოჩა. ნიკა, მან გზა აღარ არის გეგონება. ო, აღარ არის. ქვევით უნდა ჩავიდეთ, აი. ქვემოთ უნდა ჩავიდეთ? დიახ. გუგა, მიხსენი ნიკას იქით რატო არაფერი აღარ არის? ქვევით ჩადები, აი ეს საინტერესოდ. და ქვევით არის კარგი ლამაზი დიდი და ცხელი თარო. სადაც მზეა. და იქ უნდა მივიდეთ. რა ხდება? ვერ მიდიხარ? ეს არის ის არის რომ რაღაც შემილია. წამოიყვანა, ეხლა ნახე რა უქნა გიგის რაღაც. გიგის რა უნდა უქნა, გიჟი არის ეს. ეხა ვარ გიჟი, ხო? ვერა. მიდი, ჩახტი. ვაიმე მეშინია. მეშინია. მაგრამ მეშინია. ნი დამეხმარე რა. მე გუგა. მე მგონი ამას ხელი უნდა გაუშვო მე და მივეხმარე. ნუ ზაიგიდე ჩადი პროსტო. ჩახტი. არამნარი ლაპარაკობს ხო? ამო არ ქვევით ვარ ჩახვედი ისე მე ვერ ვხვდი იხმარ. მოდი გადავიდეთ მე გავიგე. ხები მიკანკანოს პროსტო წამ. ვით. ო ვიმენა ნინუს გელი ხარ თო აი იმედა. მართლა გელი ვარ, იმიდან რომ სუპერხები მიკანკალებდა და მაგრამ მეშინია და შენ კიდევ არ ხო და გელი ხარ თქო, მაგიტო გეუბნები. აი ზირებს თან აი ეგრე ახლოს კედელთან. ვერცას უკეთო. გადამბული ხარ. დიდი მადლობა. ტურისტული ადგილი გახდა ეს თუ რა ხდება აქ რა საერთოდ რა? რა მოქმედება? საერთოდ აქაურობა გვინდა რომ გავხადოთ ძალიან მაგარი ტურისტული ლოკაცია რა. თავიდან დავიწყეთ კლდეზე ცოცვით, მანამდე იყო ღვიმეები, გამოქვაბულები, მონასტრები, ძველი შახტები და ასე შემდეგ და ეხლა ჩვენ დავამატეთ კლდეზე ცოცვა და უკვე ეს ახალი ატრაქცია გვაქვს ტურისტული ძალიან პოპულარული, რომელიც არის ვია ფერატა. ხო. პირველი ფერატა ქონდა სვერში, მეორე გვაქვს აქ ჭიათურაში საშევარდნოს კლდეზე. აჰა, ერთი იმით ვიღებ, ერთს ამით ვიღებ შვენიერი. მაგარი ადგილი კია, კაი ხედით. კი, კაი ხედი, აქვევითანაც და ზევითაც საცოცი ბილიკები გვაქვს პარალელურად. რამდენი ბილიკი არის? დაახლოებით 30 ბილიკი არის აქ ჯამში. უცხოელები ჩამოდიან საცოცად აქ. უცხოელები უფრო მეტი დადიან, ვიდრე ქართველები, რაც გვინდა რომ შევცვალოთ და უფრო მეტი ქართველი ხშირად იძახიან ხოლმე რომ აი ეს კომენტარებში რომ ის არ აქვს შესაძლებლობა არ არის რაღაცა ფინანსური საკითხები რა რომ აი ფული არ არის რომ წავიდეთ, ვიმოგზაუროთ და მე ეს სუბიექტურად არ ვფიქრობ ეგრე რა თუ გინდა შენ რომ რაღაცა გააკეთო, გააკეთებ და თან არ ჯდება ძვირი აქ ჩამოსვლა. აქ ცხოვრება. სოფელში ხარ, უნებაში ხარ, კარავში ხარ ბოლო-ბოლო. უცხოელებს რო ჩამდიან კარავში რჩებიან. კი, ძალიან ბევრი გვაქვს. ნინოზე იციან. შო, აქ ეხა შავი პროკე, წავედით. საერთოდ არავის არ შეიქმნა ჩემს გარდა, ხო? როგორ არა? ნაი ჩიტები. თუნს ამოვეთ. შიშისგან.
რაც შეიძლება იყოს გველი. შხამიანი გველი. მოიცა კლდეზე შეიძლება გველი. ვაიმე ხო კლდეებზე ვარ, შეიძლება გველი იყო. იმერეთში შხამიანი არ არის. მაგი მიშველის ახლა მეძა. იოზებია. ნერვი ვლოფ ახლა გველი რო იყოს, მას შხამიანი არა რო ბიჭო კლდეზე რომ მიცოცავ შეიძლება ხელი რკინის მაგივრად გველზე მოგრიდოს. გინდა ესე კი გავგრილდებით. ხო ცივია ეგა. ხო. გინდა დაუძვა ხო? აი ხა დედას პიცავს. აი ხა გინდა ფრენა წა. ქსუქსე ეჭმეპარება, მაგრამ რაშუი არ ჩამოვარდი, გოგო. შარშანს თორში ხო უყურეთ რა დამემართა. მე მეგონა იგივე მექნებოდა ეხაც რა. ამიტომ და შიში დავიწყებდი ღნავილს, კი მქონდა წითელობა ღნავილის, მაგრამ სხვათა შორის გიგი არის ძალიან კაი ბიჭი. ძალიან მაგრა გამამხნევა. იმიტომ რომ გიგი ხო არის ეგ ტიპი, რომელმაც გადალახა ალბათ ყველა შიში. ხა ჩემთვის ორი საშინელება გააკეთა რა. მანქანა რო წყალში, მანქანით რო გადავარდა წყალში და იქ რო იხჩობოდა, აი ჰორორ ფილმებში რო არის, ხო იცი რო უყურებ და გული გისკდება, აი ეგ გძნობა მქონდა. ჩემთვის ყველაზე საშიში ეგაა, რომ მანქანაში ხარ, წყალში ხარ, იხჩობი, ვერ გამოხვალ, ეგ ჩემ ყველაზე დიდი შიში იყო და თვითონ თქვა ყველაზე ცუდი იყო ესე ცეცხლი რომ მომიკიდესო. ხო და anyhow, კაცმა იცის შიშს როგორ გაუმკლავდეს, მეც რაღაცნაირად მიმაწყნარა. შენზე ვჭარაობდი. ქალები ეგახათ, სუჭორავთ ბიჭო. კაი, სლაპარაკობდი. მაშინ კაი ქალი ყოფილი. შარშან რო გეყურებინა აქ რა ქოცრემლებით ვიარე, ეხა ნახ. შეეჩვიე? არ ვიცი, მე მგონია რომ მართლა შენ დედას პიცა რომ მგონია შენ გამახვნევე, რაღაცა ისე ჯიგრულად დამელაპარაკე. ეხ გამანებე თავი, ვიცი რაც გინდა და გამანებე თავი. მოკვდებით ხო და შო რა თუნდა ბევრი აი რა. ეგრე არისო. ეგრე არისო. ეგრე არისო, რომ შემეშინდა დაიწყე გადავი და გადაგორდა და მანამდე მითხარი რომ როგორ უმკლავდები შიშს. ასკაზს რო ავარტყავ დაბლ დეიზე მივდივარ. შენ სინგლ დეიზე არ ყოფილვართ ბოლო 5 წელი, მაგრამ ეხლა იგრევე დაბლ დეიტი. დაბლ დეიტი ვლეტოთ. კაი, მაშინ რამე ლაიქ რამე ჩაუდოთ პირობები რა. შენ ჩაუდე, მე რა ვიცი თორე. ჩემი ახლა გამოიწერე 300.000-ზე, ამ მიყვანს შემოგონთ გაგახარ. აი ეგრე რა. გამოიწერეთ კაცის არხი. გამოიწერეთ ჩვენი არხი. ამ ვიდეოს ქვეშ დატოვეთ კომენტარი და მე და გიგი მოლაპარაკდით რომ დაბლ დეიტზე წაგიყვანთ. არ მოგაწყენთ. ორი დაფეხვილი, კაი ხანია პაემაზე არ ყოფილვართ, რაღაცას მოვინდომებთ. შენ დაფეხვილი ხარ, მე ფეხვიანი. ის ფეხვიანია, მე დაფეხვილი ვარ. კაი, წავედით ახლა ბოლოს ვცოცავთ ხალხო. ნინუცამ გაჭირდა და გიჟივით მოდის. თანაკ ისია გაკეთებული სპეციალურად რო არ დაზიანდეს ეს ისტორიული ძეგლი. ესე გადასასვლელი ბიჭებმა არ გააკეთეს რა. რომ რამე არ გააფუჭონ ადამიანებმა. რაკენი გამიხსენი? გამიხსენი ორი. არც გამიკვირდება რომ მომკლა. ისე რატო გეუნგონია რომ მომკლავ? არა მგონია რომ მომკლავ. არა, მაქსიმუმ ჩაგაგ. მაქსიმუმ ჩავაგდო ვიცი. შეხედე ის არის ნაციხარი არის იქა. სადა? უკან გაიხედე. უკან შეხედე ქვები არის ამ პროდუქტებია. ციხესიმაგრე ქონდა ვიღაცას. აუ ისე ჩვენ მაგარი ტიპები რო გონია თავი ახლა, ვითომ ამოუცოცდით და რაღაცა და ვიღაცა რა ქვია მე-14 საუკუნეში აქ ამოვიდა და ის აქ თავი. აშენა და მე მაგარი ტიპი მგონია თავი. ამოდიო. ой მეტეთ და ანგლახა ასე ზრუმი კი არის რა დაგიმალოთ ხო რა უწო ой გამოიწერეთ მეგობრებო არხი ნინუცას არხი ავიყვანოთ ადამიანი 100,000 გამომწერზე და მერე ვარდის რო შეიღებავს თავს და გაწურავს დაბლ დეიტზე შენ მიდიხარ
ერთად. თუ ბევრი ხალხი იტყვის, უარს ვეღარ იტყვის. ბევრი რამდენი? ბევრი. საიდან ვიცანი, ვინა ვარ? გიგი. აი იქიდან გეძა. ხო. სად გიქცეს? გაიხარე ძმაო. შემოგევლე. ჭიათურაში გაბაზრდა ტოსა და აი ნახე ხალხი შეიკრიბა, შეხედე იქ ახედე. ერთი კი არა, უკვე 5-ნი არიან იქ, ნახე. ეგენი არიან ჭიათურული ფრამები. On the road, სად მოიფიქრე? გზაზე. გზაზე? ან საიდან მოვიდა? შემა გამოწერა რომ მირჩიეს. დილოს აღერაცალე. არ ხარ ოფლიანი? შენ ხარ? არ ვარ ოფლიანი. ი. და ჯერ კაიბოთ ისა მაქვს. იტყუება აი ხარ. არ ვარ ოფლიანი. დეიძე შეგიძლიათ უკვე მოაშოროთ. ძალიან კარგი იყო, მე მომეწონა, კმაყოფილი ვარ. პროგრესი აშკარად სახეზია. იმას დაუმაგრე იმას. არა რატო, მე ორი მიკროფონი მექნება. ყველაფრის მეშინ უდრესი შიშით შეიძლებოდა და თითქმის ყველა შიში რაც გქონდა ცხოვრებაში დაუძლია, იმიტომ რომ ჩემნაირი შიშა რა თუ ახერხებს ამას, თქვენც კი შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ და არ დაყომდეთ მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაცა შიში გაქვთ. ცხოვრება ერთია და მთავარია ამ ცხოვრებაში საინტერესოდ იცხოვროთ. სპიჩი მოარტყა გოგო. რა დაუწუნე? აი რა დაუწუნე? არა, ნაშრომი იყო რა, აშკარად ნაფიქრი იყო, გეწერა ხო აშკარად თუ არა ის მოგივიდა. მე დაწერილი არ შემიძლია. ან უნდა წამოვიდეს. ისეთი სიტყვები იყო, რომ აი აი დამაჟრიალა. აი აქაც ხო აქიდან გაგიარა ხო? ეხა ხო იფიქრებ. კი, აი ხა ვიფიქრებ, რომ აი რა შიშებს გადავლახო ყველაფერს და აი პატარ-პატარა. შენ გაგშიშე, შენ პაემანის გეშინია, ამიტომ წახო პაემანზე. კი, გიგის ეშინია პაემანზე, გიგი წავა პაემანზე და დაამტკიცებს რა. 50 პაემანი გავაკეთო ვიდეოში. ძელდება აირონ ჭიათურა. გველი რო დაიჭერეთ ცივი იყო? რომელი? კი, შენ საყვარელი გველი რომელია? ყველა გველი ცივი იყო. ყველა გველი ცივი. გაგრილების ყველა კაი ქვეყანაში იგივე იყო. გახსოვთ ახლა ზემოთ რომ მივცოცავდით, ბავშვები რო უყვიროდნენ გიგის. აგერ შეიძლება გადაგიღოთ. ვისალოდებით? ნინუცასაც? მიცნობთ? თორე ყველა გიგისთან იღებს ფოტოს და კაცშვილი მე არ მეკარება, ბოლოს დავკომპლექსდი. ლახათავ. არაფერი აღარ მინდა. სახში წავალ დავსკროლა. გამარჯობა ბავშვებო. როგორ ახართ? მე მელოდებია? მე ძმა ვარ გიგის, არ ვარ გიგი. ეგ უკვე მეორედ თქვი დღეს. ორი უმორი მქონდა გამზადებული ერთ-ერთი ეს იყო. საიდან გაიგეთ რომ იქ ვიყავით? გაჭიათ რომ თელმა ჭიათ რომ ამიც. მოდი. რაზე ვჩანო აგაფის. ჩვენთანაც იღებენ ფოტო. არა, მამებმა დააბარეს. ახაც გადაიღეთ ფოტოები რა. ყველაზე მორცხვი ნინუსა არის. რა აბა რა ტბაზე დაკავარ საცურაო თქო. ყავს მე. ტბასადა. პანდაეჩია თუ. სუჭულას ტბა არის. ხო, და იქ გადმოსახტომი არის? კი. კი. სუწულაზეა გაზდილი. თავიდან ბოლომდე ვისიამოვნე და აი პირველად რო გავაკეთე მართლა მაგრა ვინერვიულო და ეხა აი მაგრა გავა. მიეჩვიე რა გაგიტრუხდა. მეც ეგრევე თავიდან ჩავედი კუბოში შემეშინე და მე უკვე აღარფერი. ანუ ყველაფერი. ეხა იმენა კიდე ჩავა. ანუ ვაფშე ყველაფერი შეჩვევის საგანი არის. კი, გველიც. აი კაი ამბავია. გველის ძალიან მეშინოდა და მე რაღაც პერიოდში უკვე რა. ეხა ვიმყოფებით წვერის სათავგადასავლო ბანაკში. აუ ღადაობ. მიდია ისე ხელის გარეშე. არა, ხელის გარეშე ვერ ვიზამან. ბოლომდე მაინც თითი არ მოგატეხო. მოიცად. რაღაც შევეჩვიე, ხო იცი ყანყალის ციარულს. არ გამიჩვა. ერთი წა. აუ გოგო, იმე ეგრევე ჩამოვარდი. არ ჩამოვარდი. წვერის სათავგადასავლო ბანაკიდან
პირდაპირ უწყვეტი კადრი. ხო მიხდი რატომაც ვთქვი? ხო მიხდი. ხო გიგიზე მეტი შევძელი. აზარტული რამეა. მომეცი? ოპა. ორი ნაბიჯი გადავდგი. ეგრე ვინც გადავდგო. ჩემ ფეხი გადავდგი. შენ განახევს. მენახე? მომეხელი? წავიდე. ნუ აი ორი იყო თითქმის. ბუჩოს ა? თავზე არ დამეცე. არა ძალიან მოძრაო. მომეხელი. ან თავარია რომ ტვინი კონდეს შვიდად. აი წონასწორობა გავაკაშკარეთ. კი, ბანსი კი. სხვა არაფერი, მაგრამ წონასწორობა არის. ბევრი სხვა რაღაცა მაქვს. ასაკი მაქვს. ნაოჭები. კოლაგენის დეფიციტი და მინდა გითხრა D ვიტამინი ძალიან დაბალი არის. ესა ჩვენ ჩანთები. მიდი დაგეხმარები. ეს არის? არა. ნუ არა. აი, გაჩერდი. გოგო, გაჩერდი. არა, ვაშკაცო. არა, ვაშკაცოდ გავიყოთ. არ გამოვა. არ გამოვა. ესე და თუ იწარი. აი. არ მაქვს შეღებილი. შენ მოვიწყდე არ. აი დედას ვცავ არ მაქვს თმა შეღებილი. მაქვს ცოტა ჭაღარა არ. აი, გაჩერდი. მართლა. გაჩერდი. ეგ რამოსატანე ტბაზე მოვედით. მოვედი. მადლობა, კარების გაგებას ველოდებოდით და შევედი. კაი ძლიერი დინებაა, ხოით? მორიელია თუ კრაბია? დაიჭირე, მიდი. შემოდი მიესალმე ხალხს. გამარჯობა. რა გქვია? ერეკლე. ერეკლე აჩვენე, როგორ უნდა დავიჭირე რომ არ მიგვინოს? ეს ძალიან გემრიელი არ არის? ეს არა მეორე. როგორ დავიჭირო? აქ მოგიდე რომ მოვჭი. ეხავე გაგათავისუფლებთ. თურმე ამას თუ არასწორ დაიჭერთ, ჩავა დაკმეს ნინუცას ეხა. არ დამკბენს, არ დამკბენს. მოიცადე, უნდა გაუშვა. შენ სახელობაზე ვუშვებ. არ ლიერეს მოგა. არა, მოკლამე არა. ეს გემრიელი არ იქნება, რა შევჭამო? არა გემრიელი. შეჭამება? აი ეგ დასვი, აი ეგ. აგრა არ მევასება. წავედი, ბას დაგველოდეთ რა დავბრუნდებით. ნინუციკით გველებიაო. მე თვითონ ეკავარ, არ მეშინია გველების. სანამ გაარკვევთ გიგი ჩამაგდებს თუ არა ტბაში, მანამდე 30 წუთი მე და მარიშკას დაგვითმეთ. თი არა წამი. უი. იცით რომ ზუმერთან ერთად ვათამაშებთ სხვადასხვა პრიზებს, სანამ ჩვენი YouTube არხი არავა 100-კაზე და მათი Instagram გვერდი არავა 70-კაზე. ამიტომ მოგწერეთ რისი მოგება გინდათ, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ვართ. გინდა მოიგოთ მეტას და ოკლის მიერ შექმნილი სათვალეები? მიზეზი პირველია, ნებისმიერ წამს შეგიძლია გადაიღო ვიდეო, ფოტო და აი წამის მეასეთში რო გინდა რაღაცა აღბეჭდო, შეგიძლია ეს გააკეთო. ამას ემატება ის, რომ მუსიკას შეგიძლია მოусმინო. ისე მიწერ? ხო და რაც თავარია, ვერავინ ვერ ჩაგწერს შენი ნებართვის გარეშე, იმიტომ რომ ყოველთვის ციმციმებს ღილაკი, როდესაც იღებს ვიდეოს. პირველი აუცილებელი პირობა არის, რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, მეორე აუცილებელი პირობა არის, რომ გამოიწეროთ Zoom-ერის Instagram გვერდი და დააკომენტაროთ ამ ვიდეოს ქვეშ. 6 აგვისტოს Zoom-ერთან ერთად გავათამაშებთ ოკლის სათვალეს. პარალელურად ასევე თამაშდება ნინუცასთან და გიგისთან ერთად პაემანი. შესაბამისად, აღწერილობაში წაიკითხეთ თუ რა ტექსტი უნდა შეიყვანოთ კომენტარებში. თუ გინდათ რომ მოიგოთ სათვალე, უნდა დაწეროთ მინდა ოკლის სათვალე. თუ გინდათ რომ მოიგოთ გიგი ქათამაძესთან ერთად პაემანი, მინდა გიგისთან პაემანი. თუ გინდათ პაემანი ჩემთან, უნდა დაწეროთ მინდა ნინუცასთან პაემანი. სავსებით მარტივია და ძალიან მალე გავხდებით 100k. ამიტომ თქვენი იმედი გვაქვს, იაქტიურეთ. ნახვამდის. ჩვენ გააგრძელეთ ვლოგი, ნახეთ. ჩაახჩო ნინუცა გიგიმ.
დაგდო და არ შვები. აუ დამერხა. ჩემი ჩავხდი. არ უნდა შენ გადაგდება. მაცადე. კამერა დაიჭირე. რა მოგიდა? პრაქტიკულად დავჭი. პრაქტიკულად კი დამარცხდი. კიდევ კაი კამერები წვიდე. ორივე კამერით დავარდე. აკად მოიწინ. დავიდუ. ამდენი ხო კითხე საჭმელი არის თუ არა მეთქი და ამდენი ხანი გველოდებოდა სანამ გიგი მაყურმა ყავებდა წყალში და იპოვნეს. მანახა ეგ იქნებოდა შეიძლება მოკიდე. წარე დიკვრება, რა არის? გიკვეს ხოლმე, გიკვენია შენთვის? ჰა? ეს იჭმე. რა არის ეს ბიჭო? ეს რა ლობსტერი არის? ღირს რა ვიცი 70 წავიდო, ჭამოწო. მიდი, აბა თუ გიკვეს. მოძლევდა ამკვეს. ოიმე, აა! არ გეტყვინე? არა, ის თვითონ უნდა გიკვირდეს. ეს ის არის გააბრაზ. მეღუტინება. გამარჯობა. გიშინია? არ მევასე. ამის გიშინია? არა, ესე დავიჭერე. იპოვნეთ! დავიჭერე, ამერე არ მეშე. პროსტა აი რომ მისწრი ძალიან ხო, არა, არ გესრია ხო. გიგი უნდა გაგაწიცლო ეხა. მე არ ვწითლები. გაწიცლდები. იმიტომ რომ ძალიან კაი ბიჭი ხარ. აუ. შენ აი ხა ეგარ დაიწყო, მართლა კაი ბიჭი ხარ. ხო იცი რომ გაგდებს, მაგრამ ხო არის ადამიანი, რა ის სიამოვნებს რა რაღაც საშინელებას გიკეთებს და ხალხული მაჩაგაგდო ხო? ხო, აუ შეღადერა ბოროტები. არა და მე კამერაზე ვფიქრობ მეთქი ხალხი მიყურებს თუ კამერა ყო ეგრე გაუქარი ლეწე. არა, ძალიან. აი, თუ ესე იყავი? ანუ აი ის ხარა ენერგია მოძის რომ მგონი რომ ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, არაფერი არ გეზარება და ყველაფერი გეხალისება და აი რა ვიცი. მინდა და განვითარება ჩემს ყოველთვის იყო რაღაც მინდა რომ განვითარდე და როგორ განვითარდე მაგაზე ვფიქრობდი რა უნდა გავაკეთო. წლის კითხვა არ მიყვარდა და ვეძებდი მაინც რაღაცა მაგალითად რომ დამეწყო კითხვა თუნდაც ვერ რაღაცას ვეძებდი რომ ჯანსაღი ცხოვრება როგორ დამეწყო მე ეს მე ის და ნენება. აი რა პოდია იცი? მოიცა რა ერთი წუთი ხნა აი ეს ჩამისა. აი მე მაგალითად ადრე ვიყავი სულ ბოდიში და ცუციტყვას ვიძახოდი და მე ვიღაცებმა აპონტი არისო და მე მივხვდი რომ ვიღაცები მისმენენ რა და უკვე ვალდებულება მაქვს რა შინაგანი რა. ნუ აი მაგას სიმართლე გითხრა ესე ვერ აღვიქვა რომ აი ბევრი ანუ ბევრი ხალხისთვის რაღაც უთქვიათ ხშირად мотиваცია ხარ ესა მაგას ვერ აღვიქვა მაგრამ უკვე ანუ ეხა რაღაცებს რომ ვიღებ უკვე ვიცი რომ იქ ვიღაცა ვინც ამას უყურებს ვინც აი დღეს რო ბავშვები შექმნან ძალიან ბევრი ბავშვები კი ხო და ანუ ესეთი ბავშვები მაგალითად мотиваცია რო არის რაღაცა ვერ აღვიქვა, მაგრამ მე ვცდილობ, რომ ჩემი თავის უკეთესი ვერსია ვიყო, ან ყოველდღე განვითარდე და საბოლოო ჯამში ეგ მინდა, რომ მე არის რაღაცა რა ადამიანი წარმატებას რომ მიაღწევ ყველაფერი რომ გაქვს ფული ისა მე არის რომ ის გაბედნიერებს რომ სხვას ეხმარები და საბოლოოდ ყველა ეგრეა მაინც. თან კიდევ ერთი რაღაცა უნდა გითხრათ, ამიტომ მომეწონა. არ ხარ ამპარტავანი. აი იმ რაღაც ნაბიჯების შემდეგ წიგნის კითხვა ის ყველაფერი რომ გავაკეთე და რო არ მქონდა დრო რომ მე მოგზაურო, ერთადერთი გზა იყო რომ მე მუშაო სამსახურში, ანუ მარკეტინგშიც ვიყავი, მიმტანიც ვიყავი, ყველა და საჭმელსაც ვატარებდი რომ პორტფოლი დამეგროვებინა 1-6 თვე რომ მე მოგზაურო. და ამ 6 თვეში რომ მეპოვნა ის გზა, რაც მომწონს და მიყვარს. ანუ იმისთვის რომ პირველი ვლოგი გაგეკეთებინა, სამსახურში მუშაობდი, იმისთვის რომ დაგეგროვებინა, მაგრამ დააგროვე? ხო, ან დავაგროვე არც ისე ბევრი სხვა $5,000 იყო, რაც თქო დიდი ხანი ვაგროვებდი, $5,000 რომ დავაგროვე, მე უკვე მეთქი ხა დროა რომ გავრისკო რა. ჩემი მეგობრები რომ ბარში კლუბში დადიოდა და მე მუშაობდი მაგ დროს, ანუ ეგ იყო რა. მაგრამ თან სოციალიზაციაც მინდოდა, მაგრამ ანუ რაღაცა 6 თვე იყო ის პერიოდი, რომ აი ხა ყველა პერფექტ გავაკეთებ, არც დალევა, არც ისა, არც ესა, მარტო ხო, მუშაობა, პოდკასტები, არც ანუ ყველაფერი ეგეთი იყო, რომ ანუ წარმატებულ ხალხს უსმენდი. როგორ შეძლეს წარმატებას და რეალურად
ანუ ყველაფერს არ უნდა დაუჯერო, მაგრამ ბევრ რამე შეგიძლია დატესტო და საკუთარ თავს. თუ გამოწერილი არ გაქვთ, შემთხვევით ეგეთი ამბავი დაგემართათ, აუცილებლად გამოწერეთ, იმიტომ რომ კარგი ადამიანია, კარგი ბიჭია და ძალიან მაგარ რაღაცებს აპირებს. ძალიან მაგარ რაღაცებს აპირებს, მე ვიცი. ორი ამბით, მაგრა გაერთობით. აი ხა წავედით იმითი, რა ქვია, მღვიმეში. მღვიმე გველოდება. აი მაზე რატო არ ყოფილ ხარ 2 წელი? 5 წელი. 5 წელი, ხო. იმიტომ რომ არ ვარ დაინტერესებული. ვინ გაწყენინა? არა ვინ. არ მაგ წელს ვერ მაგ. დრო არ მაგ ნახე, აი ესე გამოიყურება, როცა ასაკში შედის ხალხი და თმებს იღებავს. არ ვიღებავთ მას, მართლა არ ვიღებავ, დედას ვიხარ. მაკიერს ვიკეთებ, მაგრამ მას არ ვიღებავ, ჯერ არ მჭირდება შეღებვა. აირონჭია თუ რა გრძელდება. აირონჭიათურას მესამე ეტაპი იქნება. აუ რა ელეგანტურად თქვი, აი სასწაული. კი. და ეხა დადგა ყველაზე რთული ეტაპი, ეს არის მღვიმე. ნახე რა მაგარი ადგილი არის. იქ წახვალ ვიაფერატას გააკეთებ ჭიათურაში, ამხვალაგერ გუგასთან იმას რა ქვია, სვერის სათავგადასავლო ბანაკში იცოცებ იმეებს ნახავ, რა ქვია, ძველ ციხესიმაგრეებს ნახავ, დიდი ჩანჩქერია, თავით ჩახტები, ვიაფერატას გააკეთებ, სხვადასხვა მარშრუტებია, მე წამოხვალ ბას რა ქვია? ტბაზე მანდაეთის ტბაზე იცურავებ, იყვინთავებ, ითევზავებ, რასაც გინდა იმას იზავ. მე წამოხვალ გვიმეში შეძრები, შებოდიალდები, გამობოდიალდები და მე წამოხვალ და დაიძინებ ბანაკში, ესე გემრიელად იმერო უდაში. ეხა ეს როგორ მოიქცევა? მიკროფონი გვაქვს მე სადა? აი, ერთი მიკროფონი. ზედგა, ყურზე გიკეთე. თავიდან ბოლომდე შექმნეს რაღაცა ტურისტული ცენტრი რა. მე ხშირად იწერებიან სად როგორ ვიპოვნოთ ეს ადამიანები და უთხარი სად გიპოვნონ. ეხა ნუ მოვაყოლე. ჩვენ დანარჩი იქნება YouTube-ის ბლოგში იქნება ქვემოთ თქვენი Instagram-ი. სვერის სათავგადასავლო ბანაკი, Instagram-ზეც, Facebook-ზეც და საიტზეც. აი ამ ადგილ დარბაზს რო გავწდებით, მე აღარ იქნება. სად მომიყვანათ, ამინდოდა. ვაფშე სად მოდიო? აქეთ ისეთი დახრილი სივრცე არის და ბოლოს გადადის, იხურება დახურული წყლის მასით. 14-16 გრადუსია ხოლმე ზამთარ ზაფხულ ტემპერატურა დიდად არ იცვლება. ნესტი ერთი და იგივე არის. აუ ფეხი სუდა მისველდა. აუ ერთი არის ხო ესა? აი რა ჩამაგდე წყალში. ვერ გაიგე რა ხდება ხო? აი რა არის. ისე უკანა გზაზე გავბრუნდებით მე. აი იქით უნდა ჩავიდეთ. მე ცოტას კიდე გავუყვებით 15-20 და მე ტუპიკი არის. 15? არა, 20 მეტრი. გაპრებში რო არის, ხო იცი რომ და 900 იქით რაღაც. აქ გვაქვს ესე, უნდა გაიარო ჯერ ტალახი, მერე გაიარო წყალი. მერე ძროხის ექსკრემენტები და მერე გახვალ სამშვიდობოს. ეს ძროხის ექსკრემენტები, როგორ გადაგაგუჩენოს. აი, ება ესა ყველაზე აი, რთული ნაწილი. ზურგი. აუ, ხილად. მე სხვა ჰობი რო გამეძროა შეიძლებოდა. გინდა ხელი არა სისხლებს უყურებს საგამაკ. მე შემოწმინდა. მიკროკლიმატი არის რა. და ეჯახება იმ კლიმატს. გარეის რაც არის, აი რო თქვი გაგრას აი სუსნის სხვადასხვაობა ამას კი აქედან რო გადიხარ აქ არის რაღაც სხვანაირი ანუ ნესტი და ნაბიჯს რო გადმოდგავ, ეგრევე სხვა ტემპერატურაა. სხვა ტემპერატურა სულ შეგრძნება ნესტი ისის სხვა არ იცვლება. ეხა ეს ფუნისის ხდება კიდე ცხვირში რა, ეგ ეხა ორი კლიმატი იქ უყურებთ როგორ ეჯახება ერთმანეთს. მართალი. რა მაგარია. წამგავიაროთ. მაგ კლიმატში. ჯერ კიდევ ბევრი ფუნა არის ასარიდებელი. რა? ღვიმე სადაც შენ შუა გზაზე მიგვატიე. დიახ. იყო ყველაზე რთული გამოწვევა. იქ მოგვიწია ჩაჯდომა, ხოხვა, პორთხვა,
მთელი ჩემი პილატესის რესურსის გაშვება და ამან კიდევ რაც აირონ მერინისთვის ემზადა აქ დახარჯა ამ მღვიმეში. ბიჭო, გეთქვა რომ ეს მღვიმე ყველაზე რთული იყო და ბოლოში აქ მოვიდოდით. ბოლოში მოხდიო. არა, თავში აქ მოვიდოდით და ბოლოში. აკლიოზი გაქვს. ძალიან მიჭირს მეტყველება. არ ვიცი, ძალიან დავიღალე. საქართველოში? მე ძალიან მიყვარს ჯავახეთი. მე ფავორიტი ადგილები მაქვს რა, აჭარა, თუშეთი, სვანეთი, ჯავახეთი. იმერეთი გურია და სამეგრელო ყველა ჩემი სამშობლო. იასონა. მე ყველაზე მეტად თუშეთი მომეწონა, იმიტომ რომ აი ძალიან როდის იყავი გააჩნია. 2 წლის წინ ვიყავი და ოღონდ მე ისე აი სადაც მაღაზია რო არ არის, არაფერი რო არ არის, აი ეგეც მუღამი რა, იცი რომ მინდა არ გინდა კი იმავშვებით, რომ ტურიზმი ხალხი რაღაცა იარეთ დასვენ, მაგრამ აი ეს ფუჭდება ბევრი ხალხით რა. რაღაცების ეხლა მე რო ვიყავ თუშეთში არ იყო მაგ დროს. მე გიდგები შენ გვერდში, ხარდაჭერას გიკეთებ და double date გავაკეთოთ. ანუ მოიწერეთ მე მინდა გიგის თამპაემაზე, მე მინდა თქვენ წახვალ date-ზე ერთმანეთს. არავინ არ წერს. არავინ არ არის კომენტარებში. კაი, ეგ არ გამიკეთოთ, გიხვეწები, ეგ არ გამიკეთოთ. ისედაც ყველა ამასთან მიდიოდა და მთელი დღეა ის რა ქვია, გიგი ვიყარხარ და შურიანი არ ვარ და ბორმი. ის ერთი ბავშვი. ის ხო და მე მგონია რომ მართლა თხოვეს. მე მგონია მართლა მათხოვა. მართლა მგონია. შენ თხოვე ხო? არა. შენ თხოვე? მაგრა შეიძლება. ცალკე რო იჯექთან, ყველა ამასთან რო იყო მისული და ცალკე რო იასონა მე ვთხოვე რა ხე. ერთ ამ ადამიანის არხი 100.000-ზე აიყვანეთ, გაახარეთ, გაუხარდება და მე ყველაფერს იზავს რაც დაგპირდათ. თუ არა და რომ შემდეგზე რომ ნახავ, მე გადავაგდებ იმ ხიდიდან. არ გადამაგდოთ ხიდიდან. ჩემი გაჭირვება მეყოფა. იმედია კაი დრო გაატარეთ. აბა ჰე.